მოგესალმებით, დღეს არის კვირა 11 საათი და 30 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ Silk Universal-ის ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა კონსულტაცია ვეტერინართან. მე ამ პროექტის ავტორი და წამყვანი ვარ ნანა ავალიშვილი. გადაცემაში დღეს ნახავთ ექიმი ვეტერინარის ვახო მამალაძის კონსულტაცია. რუბრიკა სტუმარი სენ-ბერნარის ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელს, რიჩარდს მასპინძლობს. რიჩარდის უნარებსა და წარმატებებზე კინოლოგი ნადია ხელაია გვიამბობს. იმისათვის, რომ თქვენი ძაღლი მუდამ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, აუცილებელია საკვების სწორად შერჩევა. ვეტერინარული კომპანია მეგავედი წარმოგიდგენთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ფრანგული ბრენდის ვირბაკის ჰიპერპრემიუმი ხარისხის ძაღლისა და კატის საკვებს. ვირბაკის პროდუქცია შეისწავლეს და ერთხმად საუკეთესოდ აღიარეს მსოფლიოს ცნობილმა მეცნიერებმა. ვირბაკი თქვენი საყვარელი ცხოველის ჯანმრთელობის გარანტიაა. პროდუქციის შეძენა შეძლებთ როგორც საქართველოს ბაზარზე არსებულ ვეტაპთიაქებსა და ზოომაღაზიებში, ასევე მეგავედის ქსელში. მისამართი: საბითუმო ბაზა, ცენტრალური ოფისი, წერეთლის გამზირი 117D, ქალაქი თბილისი. ტელეფონი 0322 83 20 20. ვეტერინარული აფთიაქი, ზოომაღაზია, საცალო ბაზა, წერეთლის გამზირი 125. ტელეფონი 591 09 33 33. წერეთლის გამზირი 133B. ტელეფონი 551 00 11 44. მას ესე გადაცემის სამედიცინო ნაწილში ტრადიციულად ექიმ ვეტერინართან ვახო მამალაძესთან ერთად შემოგიერთდებით. მოგესალმები ვახო. გამარჯობა. სანამ ჩვენი 4 ფეხა მეგობრების ჯანმრთელობის შესახებ ჩავატარებთ კონსულტაციას ჩვენი ტელემოყურებლებისთვის, მანამდე მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას შევეხო. როგორც ცნობილია, შეიცვალა კანონი 5 ცხოველზე მეტი სკოლა იკრძალება. ჩვენს რეალობას რამდენად შეესაბამება, ეგ გთხოვთ. საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც გულის შესდგება, რაც ხდება ჩვენ საქართველოში ამ ცხოველებთან მიმართებაში, ნამდვილად ყველას გული ეტკინებოდა. საქმე გახლავთ იმაში, რომ დღეს, როდესაც ამდენი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ესე ვიტყოდი, არა მარტო თბილისში, არა მარტო ქუთაისში და ბათუმში და დიდ ქალაქებში, არამედ მთლიანად სოფლებში, რაიონებში, მთლიანად არის ესე იგი მოდებული მიუსაფარი ცხოველების პრობლემა და დღესდღეობით, როდესაც მუნიციპალიტეტი მუნიციპალური სამსახური თვითონ იწყებს რაღაც გარკვეულ კრიტერიუმებს აგზავნებს იმას დაგუშვებთ, რომ მოქალაქეებს 5-ზე მეტი ცხოველი არ ყავდეთ, ეს რაღაცა ეწინააღმდეგება ჰიპერპოპულაციურ მართვას. ეხლა რაშია საქმე? ძირითადად ძალიან ბევრი ცხოველთა მოყვარულს ეწოდებათ ქუჩაში არსებული მიუსაფარი ცხოველები და მათ მიყავთ სახლში. შეიძლება დაუშვათ ყავდეთ 2-3 ჯიშიანი და დაუშვათ ერთი შეეცოდა, მეორე და 6-7 რაოდენობამდე ადის. მაგრამ ეხლა კანონი რას გვეუბნება, ახალი კანონი, რომ თუ თქვენ 5 ძაღლზე მეტი ცხოველი გეღოლებათ, ეს უკვე კანონმდებლობის მიხედვით ექვემდებარება კონფისკაციას. კონფისკაცია კი უკვე იწვევს, ესე იგი, ეუთანაზია მოყვება კონფისკაციას, ხო? ეს უკვე ეწინააღმდება ცხოველთა კეთილდღეობას, ხო? ჩვენ ყველა ცხოველთა დამცველები ვითხოვდით კანონს, რომ ყოფილიყო, ესე იგი, ცხოველთა კეთილდღეობისთვის მიმართული, რომ ცხოველის პოპულაციური მართვა ჰუმანურად წარმართულიყო და აქ უკვე, როდესაც ჰიპერპოპულაციურ მართვაზე საუბრობთ და ამავე დროს უკვე კანონი გამოდის, რომელიც მოქალაქეებს, რომლებიც იღებენ თავის თავზე სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს და შენ ართმევ და კიდე აძინებ. ეს უკვე რაღაც ქაოსში, ეს რაღაც ლოგიკაში არ ჯდება. ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, ვისაც თავისი სახსრებით, თავისი მონდომებით გადაურჩენია მიუსაფარი ცხოველები, იგივე გამოკვებით, იგივე მკურნალობით. აი ძალიან ბევრი ადამიანი ასეთი საბედნიეროდ საქართველოში და ზოგმა სახლში წაიყვანა, ზოგმა ეზოში შეიყვანა, მიიკედლა ეზოში და ამ შემდეგ. რა თქმა უნდა, და ეხლა რა შუა კიდევ რა, თუ დაუშვათ 5-ზე მეტი ცხოველი ყავს, შენ უკვე ხდები შემგროვებელი, მაგრამ შეცდომა რაშია? თვითონ განმარტება შემგროვებელი ეს ნიშნავს ადამიანი, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველების
გამრავლებას, რომელიც არ ასტერილებს, არ უკეთებს ვაქცინირებას, არ იცავს სანიტარულ ჰიგიენურ მოთხოვნებს, ვერ აკიდებაც, იმიტომ რომ შეუძლებელია, როცა ბევრი 10 და 12 ცხოველი ყავს და შეხარ ფსიქიკურად არ გაწონასწორებული. საერთოდ შემგროვებლობა ეს არის 21 საუკუნის პათოლოგია, ფსიქოლოგიური პათოლოგია, რომელსაც მხოლოდ ფსიქოლოგები ადგენენ ამ ყველაფერს და საერთოდ შემგროვებლობა არა მარტო ძაღლებზე და ცხოველებზე ხდება. შეიძლება მაკულატურა დააგროვოს, შეიძლება ბოთლები, შეიძლება კიდე რაღაცა ნივთები. ეს ფსიქიკური აშლილობის შედეგად არის და სწორედ როდესაც დაავადებულს დიაგნოზს უწოდებ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც გული შესტკივა ცხოველებზე და ის უბრალოდ იცავს სახელმწიფოს გასაკეთებელს აკეთებს და უწოდებ შემგროვებელს, ეს უკვე რაღაც შეურაცხყოფაც არის და თუ ბოდიში ხა დაავადებულებთან რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არასწორად კონტექსტში არის გამოყენებული ეს ტერმინი. ამიტომ ესე იგი ეს არის ემპათიური ადამიანი, ჰუმანური ცხოველთა მოყვარული შეიძლება დაერქვას, რომელსაც ბევრი ცხოველი ყავს და ეს სიცოცხლის გადამრჩენელი. და ჩვენ პირიქით მადლობა უნდა უთხრათ სახელმწიფომ სუბსიდიები უნდა გამოყოს ან მუნიციპალურმა სამსახურებმა ასეთი ადამიანების როგორც ეს ევროპაში მიღებულია და დანერგილი პრაქტიკა არის და ჩვენ პირიქით რა ვართმევთ ესე იგი ვუწესებთ ესე იგი რა კონფისკაციას უკეთებთ და ვუძინებთ ცხოველს ეს ყოვლად ეს არის რაღაცა დიდი შეცდომა და მე დიდი იმედი მაქვს რომ მოხდება ესე იგი დიალოგი მოხდება რაღაცა შეჯერება აზრთა სხვადასხვაობის და მთლიანობაში რაღაც ცვლილებები როგორც სხვა კანონის ცვლილება მოხდა 412 მუხლის მესამე პრემიერ-მინისტრმა თვითონვე შეცვალა იმიტომ რომ როდესაც სიღრმისეულად ნახა და შეისწავლა თუ რაში იყო საქმე ნამდვილად ძალიან ცივილიზებულად მოხდა მის შეცვლა და მეც იმეც ვიტოვებ რომ აქაც შეიცვლება და ცხოველების საკეთილდღეოდ ყველაფერი იქნება რა თქმა უნდა. ივლისის თვე ეს არის ძირითადად სადაც იწყება მორატორიუმი, ეს კი მორატორიუმი არის, სადაც იკრძალება 10 ჯიშის ცხოველების გამრავლება. სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სწორი, ძალიან პოზიტიური, ძალიან დროულია, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ უაზროდ რო ხდება ცხოველების უკანონო ესე იგი კონტროლად გამრავლება და ამდენ ჯიშიან ცხოველი არის ქუჩაში, სწორედ ეს არის დიდი პრობლემა. ამიტომ ეს ივლისის თვეში ზუსტად ეს არის უკვე ივლისი და 3 წელს გაგრძელდება ეს მორატორიუმი. ეს არის დროებითი აქტი, რა თქმა უნდა, ჩვენი კი. და ზუსტად აქედან გამომდინარე ეს 10 ჯიში, ესე იგი დიდ ძაღლებზე ლაბარი ლაიკა, ჰასკი და ესე იგი სხვა ჯიშები აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ საზოგადოება ვიცის კარგად, უნდა მოხდეს მათი, რა თქმა უნდა, ესე იგი არ გამრავლება დროებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი ხარვეზი აქვს ამ ესე იგი ამ კანონს, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ არ კონტროლდება საზღვრებიდან იგივე ჯიშის ლეკვები შემოდიან თუ არა. თუ შემოდინება მოხდა იგივე ჯიშის ლეკვების, მაშინ მორატორიუმს არანაირი აზრი არ აქვს, ის კარგავს თავის ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ. ამიტომ ესეც უნდა იყოს კონტროლირებადი, რა თქმა უნდა და რაღაც სახელმწიფომ რაღაც ბერკეტები უნდა შექმნას, რომ საზღვრიდან არ მოხდეს იგივე ჯიშის შემოდინება. და მე მინდა კიდევ ერთხელ განმარტო და დავაკონკრეტო. ეს ეხება გამრავლებას, ვისაც უკვე ყავს ამა თუ იმ ჯიშის ძაღლი. რა თქმა უნდა, არავინ არ შეეხება და ეყოლება ჯანმრთელად და ბედნიერად. გამრავლებაზეა საუბარი. გამრავლებაზეა საუბარი. არა, არც დაძინებაზე უბრალოდ უნდა მოხდეს გასტერილებული კასტრირებული ჯიშები დიდ ძაღლებზეა საუბარი. კანიკორსოს და ასე თქვა, კანიკორსოს გავუკეთეთ 3 კანიკორსოს სტერილიზაცია და სხვადასხვა ძალიან მშვენივრად ჩაიარა ყველაფერმა და თითქმის ყველამ უნდა გააკეთოს, როცა ხედავ რომ მორატორიუმში შედის შენი ძაღლი ჯიში, ეს მნიშვნელოვანია და უნდა მოხდეს მისი პოპულაციური მართვა ანალოგიურად, რომ ჩვენ თულად არ უნდა მოვხდიან, იმიტომ რომ კანიკორსოები ქუჩაში ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ ბევრ ჯიშიან ძაღლებს და ეს ძალიან საცოდაობაა რა. რაღაცა ჰასკები რამდენია არ ვიცი და რატოა არ ვიცი არდანასაკვირი ჯიშებია და ძალიან რთულია ეს და რამდენი პატარა კანიკორსოები დარბი ესა კოგესპანიელები დარბიან ჯეკრასელ ტერიერები რა დააშავეს იაქტერიერები არის რატო ხდება აი არ ვიცი და მე უცხოელებიც კი გაოცებულები არიან ხედა ჯიშიან ცხოველებს ჩვენთან როცა იქ რამხელა ფასი აქვს ძალიან სამწუხაროა ეს და მართლა რაღაცნაირად დროული იყო რაც შეეხება სამედიცინო თემას. ჩვენ საყვარელი 4 ხა მეგობრები დღეს მინდა გთხოვო დიდი ჯიშების შესახებ ჩავატაროთ კონსულტაცია. მე ძალიან მიყვარს დიდი ჯიშის ძაღლები. აი სუბიექტური ვარ შესაძლოა, მაგრამ ძალიან მიყვარს დიდები, ლამაზები. ეხა პატარა ჯიშის თავისი ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ინდივიდუალურია ეს და მოდი დიდი ჯიშის ცხოველების მეპატრონეებისთვის ჩავატაროთ კონსულტაცია. კვება, ჯანმრთელობა, აქვთ მათ გარკვეული პრობლემები. იქ სახსრებთან დაკავშირებით, წონასთან დაკავშირებით ზოგიერთ მათგანს იგივე ავად სახსენებელი კუჭის შემოbrunება, ასე
ქვია, ხო, იმ დიდ საშინელო პროცესს, რაც გარკვეულ ასაკში დიდი ჯიშის ძაღლებს ემართება და ეს ყველაფერი რომ არ დაგვემართოს, პრევენცია, პროფილაქტიკა, მოვლა, კვება, ეგ თქო. რა თქმა უნდა, დიდი ჯიშის ცხოველებს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. მე რა რომ დიდია, მე რა რომ ძლიერია, მათ აქვს ძალიან ბევრი სუსტი წერტილები და სწორედ ეს არის ყურადსაღები საერთოდ პატრონებისთვის. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ კვებას სწორი კვება, სწორი რაციონი, სწორი მოციონი ეს არის სეირნობა, სწორი ანტიჰელმინტური საშუალება, სწორი ვაქცინაცია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვეტერინარის консультაციის ქვეშ უნდა გაკეთდეს. აი მაგალითად მე როგორც ვიცი, სენ ბერნარზია. კი, დღეს ჩვენი სტუმარია მეორე ბლოგში აქვე ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს რიჩარდი. კი, რიჩარდი და სხვა ცნობილი სენ ბერნარი ძალიან პოპულარული ყმაწველი. რა თქმა უნდა, მათი ისტორია ეს უკვე აღარ მოყვები, იმიტომ რომ ეს არის ისტორია, ეს არის ან უნიკალური ჯიში, გადამრჩენელი, რომელსაც აი გენეტიკაში აქვს, რომ გადაარჩინოს ვინმე, თუნდაც თოვლში, ზვავის დროს თუნდაც ან ისე ომიანობის დროსაც ძალიან მაქსიმალურად იყენებდნენ თუნდაც მარტო ბერები არამედ ყველა აბსოლუტურად იმიტომ რომ ეს არის სანიტარი სენ ბერნარი რომელიც პატარა ჩარდი არბოდა და სიმბოლოდ იქცა მთელს კინოლოგიაში კი მთელს სოფლიოში ესე ვიტყოდი ეს მართლა უნიკალური ჯიშია და მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ ჯიშს საერთოდ ალპურ ზონაში ურჩევნია ყოფნა იმიტომ რომ მისი სტრუქტურა ექსტერიერი ინტერიერი ყველაფერი გამიზნულია უნდა იყოს მთაში გრილ ადგილას და არეალი უნდა იყოს რომ მან იმოძრაოს მისაღდე მომძრაობილი სისტემა მოძრაობდეს, სულ მუშაობდეს, თვალები შორს ხედავდეს და ასე შემდეგ. ეს არის აუცილებელი. თუმარი კონდიციონერთან გრილდება, როგორც გვითხრეს. კი, მაგრამ საშიში არ გაგვიცივდეს, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას ტენიანობა დასაბალანსებელია და ცოტა არ იყოს მე არც მარტო კონდიციონერს, სხვა გამაგრილების საშუალებებიც კი მაშინებს ყოველთვის იმ დროს ხშირად ხდება, რომ ან მიოზიტი ემართებათ, ან ფლექსიტი, ან ფილტვების ანთება და ეს ძალიან ფრთხილად ცოტა შორს უნდა იყოს რა თქმა უნდა ზემოთ, მაგრამ დინება არ უნდა იყოს პირდაპირ გამიზნული ამ ცხოველს. და რა ტემპერატურა იქნება აი ნორმალური და მისაღები რომ ეს კეთილი გიგანტები კარგად იყვნენ? 17 გრადუსია მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა, უფრო დაბალიც ურჩევნიათ, იმიტომ რომ მათ ისეთი ბეწვი აქვთ, საერთოდ რომ ესე იგი სიცხეში აგრილებს, ესე ვიტყოდი, სიცივეში ათბობს, ძალიან ისეთ საინტერესო ბეწვის ხარისხი აქვთ და ესე ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანია. საერთოდ მე ვიტყოდი რომ პატრონმა უნდა დავარცხნოს, რა თქმა უნდა ასეირნოს, სეირნობის დროს უნდა ენერგია დაახარჯოს, მაგრამ თუ არ დავახარჯებთ, გადავალთ სიმსუქნეში, ცლოვანი სისტემას პრობლემა, არტროზებში გადავა, დეგენერაციული პროცესები წავა და ჩვენ ეს არ გვაწყობს არანაირად. ამიტომ 1-2 საათი ყოველთვის სენბერნარს ჭირდება სეირნობა. არ არის აუცილებელი ძალიან დიდი ტემპით ყოფილა შემთხვევები, თუ გინახეთ პატრონი ზის საჭესთან და ცხოველი მოძდებს არ არის ეს სწორი. ეს უნდა შეიძლება მექანიკური დაზიანებები გაეცვითოს ბალიშები და ეს ამან ესე იგი პრობლემები შეუქმნას მიჯამრთელობას. და მე მოგსგანცდა რომ ერთგვარად სტრესიც შეიძლება იყოს ეს ცხოველისთვის. რა თქმა უნდა სტრესია, მაგრამ ყველაზე ვიტყოდი რომ კი სტრესი არის ნამდვილად. ამიტომ ყველაფერი უნდა ისე გავაკეთოთ რომ ცხოველმა იგზნოს თავი როგორც კომპანიონ არსებად და პატრონთან ერთად ისეინოს დიდ ესე იგი ტერიტორიაზე. საერთოდ პატრონისთვისაც არანაკლები იქნება, არა ცუდი კი არა გადასარევი იქნება, რეჟიმში იქნება პატრონი და მიჯამრთელობაც იქნება ძალიან კარგად. აი მომხიბლავი გერმანული ნაგაზების შესახებ რას გვეტყვი, რა პრობლემები აქვს ჯანმრთელობის გერმანული ნაგაზი ნამდვილად ეს არის გამორჩეული სამომსახურეო ძაღლი, რომელიც ყოველთვის მეორე მსოფლიო ომის დროს ძალიან პოპულარული გახდა თავისი აზროვნებით, თავისი ხიბლით, თავისი ქცევით და ასე შემდეგ და ნამდვილად მან დიდი პოპულარობა მოიპოვა მთლიან მსოფლიოში ანალოგიურად. ნუ დღესდღეობით სამომსახურეო ძაღლების გარდა ძალიან კარგ ოჯახის წევრათაც მოგვევლინება, რა თქმა უნდა, გერმანული ნაგაზი, რომელსაც რა თქმა უნდა უღარ თავისი პატრონი არის, კომპანიონი არსება, მაგრამ გერმანულ ნაგაზს მაინც აქტივაცია მეტი ჭირდება, მეტი სეირნობა და მეტი თამაში, მეტი და უფრო ისეთი აქტიური პატრონი ჭირდება, რომელიც ესე იგი დიდი ტერიტორიაზე ანალოგიურად გაასეირნებს, ირბენს კიდევაც. აქ შეიძლება ველოსიპედისაც პატრონმა ისეირნოს და ირბინოს გერმანულმა ნაგაზმა ეს ნორმალური არა სირთულეს აქ არ წარმოადგენს. ნუ გერმანულ ნაგაზებს აქვთ სუსტი წერტილი, რა თქმა უნდა, ეს არის თვალები მათთვის. 7-8 წლიდან უკვე მათ კატარაქტას პრობლემა, გლაუკომას პრობლემები ექნებათ. ეს მათ გენეტიკაშია ჩადებული და ამიტომ ვიტყოდი რომ ყოველთვის დროულად უნდა მოხდეს ვიზიტი ვეტერინართან, რომ დროულად ესე იგი კატარაქტის პრევენცია ჩაუტაროთ, რომ აღმოფხრათ ის პრობლემები, რაც შემდგომში მოსალოდნელია. დისპლაზია, როგორც გერმანულ ნაგაზებში, ასევე სენ ბერნარებშიც კარგად ზის გენეტიკაში. დისპლაზია
დისპლაზიაც, არტროზებიც, საერთოდ იძაღლებში ეს არის. ამიტომ ჩვენ თუ დროულად შევამჩნევთ მსგავს სიმპტომატიკას, სხვათა შორის მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი პრეპარატი არის ერთი არტრინი. აი ეს არის ძალიან კარგი, ესე ბრაუერის ფირმის არგენტინული პრეპარატია. სწორედ აი არტროზების დროს, დისპლაზიების დროს გლუკოზამინის შემცვლელი პრეპარატია და იდეალურად ესე იგი ახდენს დამშვიდებას ამ მდგომარე დისპლაზიას ოპერაციის გარდა არაფერი არ შველი საერთოდ ასია. ოპერაცია შველის. მაგრამ საქართველოში ეს არ კეთდება და ამიტომ ჩვენ მე ვერ დავიკვეხნი რომ რაღაც არ კეთდება ჩვენთან, იმიტომ რომ აქ ხელოვნური სახსარია საჭირო და ეს ძაღლის სტანდარტები ჩვენთან არ არის. მაგრამ პრეპარატები არის გლუკოზამინის პრეპარატი, რომელიც მკვებავია ფაქტურად გაუყუჩებს და გაუადვილებს გადაადგილებას, ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ გარდა ამისა უნდა ჩვენ ეს შეგვიძლია ჩვენ ძალიან დიდხანს 2-3 თვე მივცეთ, მე გავაჩეროთ, მე ისევ მივცეთ და ძალიან კარგი საშუალება არის. ხო, თუ აქვს სეზონი, აი ამ სახსრების. ნუ სეზონი რა თქმა უნდა ცივი პერიოდზე ალაპარაკი. აი არტრინის ეს არის აი მაგათად აი ეს პრეპარატი, რომელიც ახალგაზრდა დაწყობილებისთვის არის, რომელიც უფრო ენერგიას მატებს და უფრო აქტიურ, ესე იგი სპორტსმენი ძაღლებისთვისაც ძალიან კარგი პრეპარატია და მე ვიტყოდი რომ არტრინი მართლა ლიდერია ესე ვიტყოდი, ესე იგი სახსრების კურნალობაში. და კარგია რომ მეგავეტში არის ეს საშუალებები, ყველა თანამედროვე პრეპარატი და აქვს იმ სტანდარტებს პასუხობს მეგავეტი იდეალურად, რომელიც სჭირდება ჩვენს ცხოველებს. მაგრამ გარდა ამისა მე ვიტყოდი რომ გულის პრობლემებიც გვექმნება საერთოდ, როდესაც აი დიდ ძაღლებში, თუმცა არანაკლებ პატარა ძაღლებშიც ძალიან ხშირი შემთხვევა არის. სხვა ჯიშებში გენეტიკურია ძირითადად, მაგრამ მაინც ასაკობრივი პათოლოგია არის, ახლა როდესაც ცხოველი ასაკში შედის, იმას არა მარტო სახსრები, არა მარტო თვალები, იმას გულწიძავთა სისტემის პრობლემაც ექმნება, იგივე холესტერინი, იგივე გულის კუნთი, პერიკარდიტები, ტრავმები 1000, საერთოდ გულის მანკი არის შეძენილი და თანდაყოლილი. შეიძლება თანდაყოლილ ესე იგი შემდგომ პერიოდში ასაკთან ერთად წარმოექმნას რევმატოიდული ესე იგი პათოლოგიები და ამან მე ესე იგი სისტოლური შუვილები წარმოიქმნას. აი თუ არის შიშები რომელთა შორის დომინირებს და დომინირებს პატარა ძაღლებში დომინირებს, იმიტომ რომ პატარა ძაღლებში კარდიომეგალიები, კულის ზომა ეზრდებათ და ანატომიურადაც და ამიტომ ბევრი პრობლემები გვექნება. ამიტომ საერთოდ აი იმობენდანი მინდა ეს პრეპარატი, ამ პრეპარატზე ვილაპარაკო, ეს არის კულის გლიკოზიდია ფაქტიურად. ეს არის არგენტინული პრეპარატი ბრაუერის ფირმის, ესეც ძალიან ლიდერია. ბეტმედინია ფაქტიურად ამისი ეს ძირითადად იგივე ბეტმედინი, ანუ იმობენდანი, ეს პრეპარატი არის ძალიან გულის გლიკოზიდია, რომელიც გულის ფუნქციას მართავს, სისტოლშულებს ალაგებს და ყველანაირად გულის მუშაობას აბალანსებს. მე მივიტყოდი რომ ყოველთვის ხშირად კი არა, მუდმივათაც რომ მე მივცეთ დიდხანს ერთი 6 თვემდე ეს პრეპარატი ძალიან კარგად აალაგებს იმ პრობლემის. აი ვახო საფხულია და ყველა ჯიშის ცხოველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანტიპარაზიტული საშუალებები, დამუშავება. მოდი რჩევები მივცეთ, როგორ, რა დოზით, რა სიხშირით, რა პრეპარატებით დავამუშავოთ ჩვენი 4 ხა მეგობრები, რამდენადაც ძალიან ბევრი ინფექციას იწვევენ პარაზიტები, ჩვენ ეს შენგან გვსმენია ხშირად და აუცილებლად უნდა დავიცვათ როგორღაც ჩვენი 4 ხა მეგობრები გთხოვ. რა თქმა უნდა, ეხლა ზაფხული არის და ზაფხულის პერიოდში ძალიან აქტიურები, ძალიან ტკიპები, ექტოპარაზიტები საერთოდ და მათ იმდენად ბევრი ენრაოდენობით პათოლოგიები მოაქვთ, რომ შეიძლება ცხოველს ისეთი ზიანი მიაყენონ, რომ ლეტალურად დაასრულოს მათი ყოფა. ამიტომ აი როგორიც არის ანაპლაზმოზი, ერლიხიოზი, ბაბეზიოზი, ბორელიოზი, ეს ისეთი ინფექციებია, ტკიპური ინფექციებია, რომელსაც ჩვენ დროულად, ესე იგი თუ პაციენტი უნდა მოვიდეს ჩვენ კლინიკაში, უნდა მოხდეს ესე იგი დიაგნოსტირება და იმის მიერ შემდგომი კურნალობა. მაგრამ სანამ დაავადდება, ყოველთვის ვიძახით, ყოველთვის ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია. სწორედ ამიტომ, აი ჩვენი გადაცემა ზუსტად ამას ემსახურება, რომ ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რომ არ მოხდეს ცხოველის დაავადება. ის პრევენცია, ელემენტარული პროფილაქტიკური ღონისძიება. აი ჩვენ აქ ბრაუერის ფირმის ძალიან კარგი ფავერგოლდი. ეს ფავერგოლდი არის უნიკალური პრეპარატი. ტკიპების საწინააღმდეგო საშუალება და ყველაზე სასწაულისა, რომ 3 თვე გრძელდება ამ პრეპარატის მოქმედება. ეს იგი 3 თვის განმავლობაში, ეს იგი 12 კვირა ფაქტიურად ტკიპა ვერ დაჯდება ბეწვზე. ეს იგი ცხოველის ბეწვზე ვერ გაიკარება. გარანტირებულად. იმიტომ რომ ეს იგი რაღაცა გარკვეული ეკრანი წარმოიქმნება მათ გარშემო.
ის ნივთიერებას გამოყოფს, რომელიც ბეწვში არის და ისინი უკვე აღარ ეკარებიან არანან და ესე იგი ეს 12 კვირა ეს არ არის სახუმარო. არა, თქო და. ხო და ეს არის მე მაგალითად აი ჩემ ცხოველებს ფავერგოლდს ვაძლევ სხვათა შორის და აი მთელი ზაფხული მე ვარ გარანტირებული რომ არც ერლიხიოზი, არც ანაპლაზმოზი, არც ბაბეზიოზი, არც არაფერი არ შეხვდება არც ლაიმას დაავადება ჩემ ცხოველებს და მე ვიქნები დამშვიდებული. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია რატომ არა მარტო ცხოველის კეთილდღეობაზე ვზრუნავთ ჩვენ ამჯერად, ჩვენს ჯანმრთელობაზეც, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ცხოველს რომ ამას ესე იგი დავალევინებთ, სხვათა შორის მე მინდა გითხრათ ძალიან სიამოვნებით ღებულობენ და ჭამენ, ამას აქ ხორცის ესეთი ჟელატინი, ჟელის სქემა აქვს. სიამოვნებით ჩასანსლავენ და მორჩა. აქეთ იყურები კიდე ხوار მაჩვენო. და სხვათა შორის, როდესაც ჩვენ არ ვაძლევთ და არ ვზრუნავთ ჩვენ ცხოველის კეთილდღეობაზე ამ კუთხით და ცხოველი ტკიპიანი რო შემოვა ჩვენთან სახლში, როგორც შეიძლება ისიც დაინფიცირდეს და შეიძლება ის ტკიპა ჩვენც აგვაცოცდეს, გვიკვინოს, დავაინფიციროს და ჩვენც დაავადეთ. ამიტომ ეს არა მარტო ცხოველის, არამედ ჩვენი პრევენციაც არის. დიდი ჯიშის ძაღლების, აი თუ შეიძლება ითქვას, აი პრობლემათა სამეული. ნუ ყველაზე ერთ-ერთი და გავამახვილოთ ყურადღებას. კი, სიამოვნებით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის კუჭის შემოbrunება. ეს არის დიდ ძაღლებზე და მიზეზი რა არის გეტყვით ახლა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ აი კარგად გემრიელად ვაჭმევთ ჩვენს ცხოველს და მე უცებ ვარბენინებთ გარეთ. აი სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც შეიძლება ესე იგი მოხდეს პერისტალტიკის დარღვევა, შემოbrunება თვითონ და როდესაც შემოbrunდება უკვე იწყება ძაშინელი, ტყივილი, გაუსაძლისი ისეთი გრძნობები აქვს, შეიძლება დავარდეს, მუცელი ებერებათ უკვე. ეს სამწუხაროდ მე გამიგია ფატალური შემთხვევა. და ფაქტში შემთხვევაში ძალიან მაღალი ალბათობაა რომ ფატალურად და ამიტომ აი ყველას ვეხვეწები. ეს იქნება სენ-ბერნარი, ეს იქნება ლაბრადორი თუ გერმანული ნაგაზი თუ სხვა ძაღლი. ჯერ ესე იგი გავასეირნოთ, მერე ვაჭამოთ და ნუ ვაჭმევთ ბევრს. წონის შესაბამისად, აი გააჩერა წონაც არის ცხოველი, იმის წონის შესაბამისი დოზები. მადლობა დიდი. მაშასე ჩვენს ეთერში რუბრიკა სტუმრის დრო, არაჩვეულებრივი თქვენთვის კარგად ნაცნობი რიჩარდი და ნადია ხელაია, მისი კინოლოგი არიან ჩვენი სტუმრები. გამარჯობა ნადია. ესე იგი მოგვენატრა, ძალიან მოგვენატრა ეს მომხიბლავი ბიჭი. როგორ ხართ? ძალიან ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ და ბევრ წარმატებას. მოდით გვიამბეთ ამის შესახებ, უამბეთ ჩვენს მაყურებელს. ვიცი რომ აი ყველა გამოფენის ყველაზე წარმატებული ჯილდოები აიღო ამ ულამაზესმა ყმაწვილმა კაცმა რიჩარდმა. თქვენს მერე ჩვენ გავედით საერთაშორისო გამოფენაზე. იყო კონკურენცია, მაგრამ ჩვენმა ბიჭმა როგორც ყოველთვის პირველი ადგილი დაიკავა, გახდა საქართველოს ჩემპიონი, გახდა საქართველოს საუკეთესო ჯიშის წარმომადგენელი თავის ჯიშებში. ამით ჩვენ დავხურეთ გამოფენები, იმიტომ რომ მივახცეთ ყველანაირი წარმატებას, სტატუსს მივიღეთ, მივინჭეთ და ამასობაში რიჩარდი გახდა მამიკოც მაგის მერე. ნადია, მე მინდა გთხოვ, აი სენ-ბერნარი, ამ ფანტასტიკური ჯიშის შესახებ, მოდი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს, იმიტომ რომ ისეთი მნიშვნელოვანი ჯიშია, ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციით. მე-11 საუკუნეში მონასტერში ბერნარდმა დაარსა მონასტერი და დაარსა ეგ ჯიში. ანუ ჩამოიყვანეს სხვა ჯიში, რომელიც იყო ტიბეტურმა თითო შეჯვარებული და გამოყვანილი ეს ჯიში. ეს ჯიში არის კონკრეტულად გამოყვანილი სამაშველოდ. აქვს ძალიან განვითარებული ყნოსვა, რაც საშუალებას აძლევდა ბერებს ზვავის, თოვლის ზვავის დროს ენახათ ხალხი. ამაში ლეგენდაც არის, რომ სენ-ბერნარს ეკეთა ესეთი დიდი ბოცა სასმნით, წითელი ჯვრის, რომელშიც იყო ჩასხმული მაღალგადუსიანი სასმელი, რომ პირველი რო ეპოვნა, ვინც იყო ზვავის ქვეშ, გაეთბოთ საკუთარი თავი. ესე იგი პოულობდნენ გაყინულ ადამიანებს, ფაქტიურად მაშველები არიან. და მე ძალიან მახარებს ის, რომ ეს არაჩვეულებრივი ჯიში ასე კარგად მოერგო საქართველოს. ხელს ვუწყობთ, რა თქმა უნდა, ანუ სახლის ტერიტორიაზეა, ანუ ეზოში არ ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია ეზოშიც იყოს უბრალოდ სიცხის პერიოდში უნდა იყოს ადაპტირებული, რომ დღის მანძილზე იყოს ჩრდილში და უფრო სიკვდილეში, ვიდრე ესე. ზამთარში ჩვეულებრივია. ზამთარში ძალიან მარტივია ამის მოვლა. ყველაფერი უყვარს, წვიმა უყვარს, ქარი უყვარს, თოვლზე ხო საერთოდ განსაკუთრებით გიჩნდება. და ზაფხულში ვცდილობთ ქალაგარეთ. კარგი ხასიათი აქვს, ხო? იდეალურია. ზოგადად გამოყვანილი ანალიტიკა იმდა უნდა იყო დაალაგებული, რომ ბავშვთან უპრობლემოდ არის კომუნიკაცია.
ანუ ბავშვებს და ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებზე აქვთ კომუნიკაცია განვითარებული. ლეგენდაც არის, რომ იყო ეგეთი ძაღლი ბარდა, რომელმაც კონკრეტულად გადაარჩინა ბავშვი და გადაიყვანა 5 კილომეტრი. საოცრება არ ვიცი რა და ვიზუალურადაც როგორი ლამაზი და მომხიბლავია ჩვენი რიჩარდი. ნად, ჩემო კარგო, აი რატომ უნდა აიყვანოს ადამიანმა სენ ბერნარი? აი რას ფიქრობ, როგორც კინოლოგი, როგორც გიყვარს დიდი ჯიში და გინდათ კომპანიონი იდეალური ძაღლია. ანუ როგორც დიდი ჯიშის წარმომადგენელი, რომელიც არ იჩხუბებს, აგრესიას არ გამოხატავს, თუ ვინმეს ბავშვები ყავს და ოჯახში რო ყავდეს, ეს საერთოდ იდეალურია. შეგიძლიათ დაუტოვო როგორც ძიძას. უპრობლემოდ. სასწაული ძალიან მოსიყვარულე და აი მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ წეღან როდესაც შემოხვედი და შეგხვდა შენი მოსწავლე რა დიდი სიყვარული გამოხატა, ნუ აი არ ვიცი. პატარა ბავშვით ხდება. პატარა ლეკვივით ხდება, როცა აი ექსპერტიზი აქ, როცა ვიღაცა უყვარს კონკრეტულად და შეხვედრის მომენტი, პატარა ლეკვივით იკუნტება. აი უზომოდ მოსიყვარული. დიდი გიგანტი ხდება პატარა, დიდი ისეთი პატარა გული, თბილი. ნადია, ჩემო კარგო, აი ჭამა თუ უყვარს, აი თუ არის გურმანი ჩვენი ბიჭი? კი ბატონო, გურმანია, თან ძალიან უყვარს. თუ განსაკუთრებით არის არჩევანი თავისი საკვები, თუ მოხარშული ხორცი, რა თქმა უნდა, იქ მიდის მოხარშული ხორცისკენ. გურმანი არის, უყვარს სასუსტაო. პატარაზე თამამებული მყავდა და როცა ვარჯიშის დროს ვამთავრები და იყო სიცხე, ნაყინიც. ნაყინი იყო დიდი ისეთი მაგისტრის ჯილდო. საყვარელი და კარგი ბიჭი. მე მინდა ესე იგი ჩვენი პარტნიორი კომპანიისგან, მეგავეტისგან საჩუქრად გადმოგცეთ ფრანგული ფირმის ვირბაკის გეცოდინება შენეს ნადია, ჰიპერ პრემიუმი კლასის არაჩვეულებრივი საკვები და აი ის რომ გურმანია ჩვენი რიჩარდი, აი სწორედაც რომ ეს არის სუფთა საკვები, ყოველგვარი მინარევების, ყოველგვარი ქიმიური საღებავების გარეშე, სუფთა საკვები, ფანტასტიკური შემადგენლობით, ყველანაირი მინერალები რაც საჭიროა მათთვის და აი მინდა რიჩარდს გადავცე საჩუქრად. მადლობა დიდი და აუცილებლად დავაგემოვნებ და კი ჩვენი პარტნიორების სახელით და ეს ყველაფერი არ არის, მე მინდა ასევე მეგავეტისგან საჩუქრად გადმოგცე სიმპარიკა ტრიო, ეს არის ზოეთისის ამერიკული ფირმის ანტიპარაზიტული საშუალება, აი როგორც ექტოპარაზიტების წინააღმდეგ, ასევე ენდოპარაზიტების წინააღმდეგ არაჩვეულებრივი საშუალება და ჩვენს რიჩარდს ძალიან გამოადგება ნადია. მეგავეტის წარმომადგენლები, ხელმძღვანელობა ძალიან ანებიურებენ ჩვენს ტელემაყურებლებს და აი ეს არის ალოე პლუსი, ყურის გამწმენდი საშუალება, ჰიგიენური საშუალება ყურის წმენდისთვის, იტალიური ბრენდი, ფანტასტიკური, ასევე ამითაც ვაჯილდოვებთ ჩვენს მადლობა დიდი, მოგიყენებთ. მადლობას გეუბნებით სტუმრობისთვის. მადლობა. დღეს კი მე ამით დაგემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.